იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მშვიდობისა საქართველო. ეს არის დილის გადაცემა მოწმენდილი ცა ლიკუნა ბირთველიშვილთან ერთად და მე მისი წამყვანი ციაკო ფიფია გახლავართ. დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება, რადგან ჩვენი დილის სტუმარია ინდური სტრიტ ფუდის მზარეული რაჰულ ჩოპრა და მისი დამხმარე რათხუ ჩაკმაბოტი. გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ გადაცემაში სტუმრად გვეწვიეთ. თქვენ უნდა მოგვიმზადოთ ინდური გემრიელობები. გამარჯობა გესწრებით ყველას, დიდი მადლობა რომ მომიწვეთ სტუდიაში, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მადლობა ყველას, დიდი მადლობა. მე გაგიგეთ უძლიერესი ტორტი ავენიუზე ვაკეთებდი ამას, ემოს ავენიუ ტორტი 3. ამას ვაკეთებდი და შეიძლება რომ გავაკეთო უკვე გადავიწყო უკვე ძალიან დიდი ბოდიში, აი მაყურებელს ძალიან აინტერესებს. მანამ სანამ გადავალთ უშუალოდ კულინარიაზე, მაინტერესებს საიდან და როგორ წარმოიშვა იდეა ინდური სტრიტ ფუდის. ეხლა ინდური სტრიტ ფუდი არის ფაქტობრივად ჩემი დაასწრებულია, იმიტომ რომ მოვდი მე ეზოში თამაშობდი ბავშვობაში, ეზოში თამაშობდი ხოლმე, ჩემი თანატრობთან ვერთობოდი, ტალახში თამაშობდი, ფეხშიშველი, როგორც ყველა ინდოელი ბავშვი და ჩემ დამინახა რომ ამოდი ჭაგნაბურთ, ამოდი სახლშიო. სახლში გავარბოდი და ჩემი ამ დროს ესე იგი ქვაბით აკეთებდა საჭმელს, ეს ტალახიანი ფეხის შემთხვევით ჩავდგი შიგნით. და არაჩვეულებრივი გემოები მივიღეთ. გემოების თამაში აი აქედან დაიწყო და აი ესე დაარსდა India Street Food ემოს ავენიუ ტორტი 3. როგორც ხედავთ, ასეთი გემრიელი ისტორიით დავიწყეთ დღევანდელი დილა, მეგობრებო. ბატონო ჩოპრა, თუ საიდუმლო არ არის, რატომ წამოხვედით ინდოეთიდან? მინდა გითხრათ რომ საიდუმლო გაგიფრთხილოთ რომ მე ინდოეთიდან არ წამოსვლარ, მე გამოვიქეცი ინდოეთიდან, იმიტომ რომ ჩემი გაკეთებული საჭმელი ჭამა რათხუმ და სამწუხაროდ გარდაიცვალა. იძულებული გავხდი რომ დამეტოვებია ინდოეთი და ჩამოვედი აქ და ამჯერად უკვე შერაზადიშვილი ვარ. მოდი ძვირფასო მაყურებლებო, სასწრაფოდ გადავიდეთ უშუალოდ დილის კერძზე. სტოპ, ერთი წუთით რა, რაზე გადავიდეთ, ერთი წუთით, რას მიკეთებ? გამოკითხე რა, უფრო მეტი კითხვა დაუსვი, რეიტინგი გვიდა. მე გავაგზელოთ. სასწაულად გძნობ თავს, იმიტომ რომ ძალიან საშინელი სურნელი ტრიალებს. ხმა, დროზე გაგძელდა, მიდი უფრო მეტი კითხვა, რეიტინგი. ზედმეტი, ენა. აი ამ საოცარი სურნელის ფონზე. არაჩვეულებრივია, შეხედეთ, ნამდვილი ინდური, აი ნახე, სუფთა ნაღდი, შეხედეთ, აი ნაღდი. საოცრება ხდება. ნაღდი ინდურებია, ნაღდი, დიახ. პირდაპირ ეთერში, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენ ჩვენი სტუმრები ბრძანდებით. დიახ. თქვენ დიდი ხანია ბატონი ჩოპრას დამხმარე ხართ, ხომ ასეა? დიახ, თუ საიდუმლო არ არის, ყველაზე ხშირად რითი ხართ დაკავებული სამზარეულოში? ყველაზე ხშირად კუჭის ამორეცხვით ვარ დაკავებული და კარტოფილის ჩაჭრით. ჩაჭრით თუ გაჭრით? არა, ჩაჭრით. ანუ გათლა. არა, გათლით ჩვენ არ ვთვლით კარტოფილს. პირდაპირ ბატონი ჩოპრა ამბობს, რომ მიწიდან რაც უფრო ახალი ამოღებული და ტალახიანია, უფრო დიდი არომატი აქვს და უფრო გემრიელია და მე რა თქმა უნდა. 100%-იანი, სწორად გეუბნება 100%. ვაიმე, გოგო, გადადი უშუალოდ კერძზე რა, გეხვეწები, კაცო. დილის საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, რა თქმა უნდა ჩვენთვისაც. ჩვენთვის მაგალითად დილის საუზმის განუყოფელი კომპონენტია კვერცხი. ან შემწვარი კვერცხი, ან მოხარშული კვერცხი. ანუ თქვენთან როგორ ხდება? აი სურნელი არის დამათრობელი, აი უნიკალური სურნელი დგას ახლა სტუდიაში. დიდი მადლობა რომ მომიწვეთ სტუდიაში და მე ძირფესო ტელემაყურებლებმა მე წარმოგიდგენთ ახლა ანუ ჩვენი ცოცხალი ანუ კვერცხი არის ჩვენთვის ყოველთვის. დილით კვერცხი, შუადღის კვერცხი, საღამოს კვერცხი და ღამის კვერცხი. ანუ კვერცხით იწყება ყველაფერი და მე მინდა ახლა რახან თქვენ მოგიმზადოთ უგემრიელესი კვერცხის ბურგერ ომლეტი. კვერცხის ბურგერ ომლეტი ეს ისა ძალიან დიდი ბოდიში, ანუ შეიძლება რომ სხვა კერძი მოგვიმზადოთ, იმიტომ რომ გაზი არ გვაქვს სტუდიაში. არა, გაზი არ არის საჭირო, ჩვენ გაზს საერთოდ არ ვიყენებთ. აი ყველაფერი უმი და ყველაფერი ცოცხალი. ინდური მაგიტოა. ომლეტი, ანუ ბურგერი, ომლეტით ხო ახსენეთ ასე. ოღონდ ცოცხალი ბურგერი. ანუ არ იწובה ჩვენ. აი ვიღებთ, ეხლა ვიღებთ ახალი საბუდარიდან გამოვიღეთ კვერცხები გამოვიღეთ. აი ვიღებთ ერთ კვერცხს, აი ეგ ერთ კვერცხს ვიღებთ.
ჩავაგდეთ ხო ერთი კვერცხი. აი მოიცა ჭუჭყიანია იქ ტაფა. არა, ჭუჭყიანი ეს თვითონ ეს აუცილებელი ჯგუფს მეგობრებო რომ ტაფა არ უნდა გარეცხოთ, იმიტომ რომ წინა დღეებში და თვეებში მომზადებული ესე იგი საჭმლის თვითონ სურნელი რჩება თვითონ რჩება და სულ სხვა გემო აქვს, სულ სხვა გემო. საოცრება. ვიღებთ მეორე კვერცხს ვიღებთ, ამასაც ვტეხავთ. მესამე კვერცხს ვიღებთ, ქალბატონო უყურე, ოპ. დიახ. გაატყდა და ოპ, მესამე ჩავარდა, უყურეთ. და მეოთხე კვერცხს მეოთხე კვერცხს ვიღებთ და ამით უკვე ურევთ. ურევთ, დიახ, რა თქმა უნდა. აი, საოცრება. და ბოლოს ამ მეოთხე კვერცხს ვიღებთ, ამასაც ვტეხავთ. რა თქმა უნდა. აი ნამდვილი ინდური გემრიელობა, მეგობრებო. ნუ აი სასწაულია და აწყობით მიავაწყო ბატონო რა. კი ბატონო, ააწვეთ. ნახეთ როგორ ხდება ბურგერის აწყობა. დიახ, მოვიდეთ. სუნელები. კარგით იყოფათ? გეყოფათ. დიახ. შემდეგ ამ კვერცხს ვათავსებთ თვითონ ბურგერში. სტოპ, ეგრე არის. ეს ცხონებული ბაბუა ჩემი სურნელი აუცილებელია. ფერფლი, ბაბუის ფერფლი. აუცილებელია. ბაბუის ფერფლი. ბ აწერია ბაბუა, აგეთ ბაბუა. და თუ გინდათ რომ ბებია. თუ გინდათ რომ ბურგერიდან ეს გადმოდიოდეს ყველაფერი, აი ეს ზედმეტად უკვე აი ესეთ დაასხა. აი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის აუცილებელია ბალახეული, გახსენი ბალახები ჩავამატოთ. მიირთვით. მე უნდა მივირთვა. ძალიან უარს ნუ მეტყვი, ძალიან უბრალოდ გასინჯეთ, ერთი მოკმიჩეთ და უგემრიელესია. ყველაფერი გაგივლით. ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, სუნელიც ისეთი სასიამოვნო აქვს ახლა. არა მე ფიზიკურად, აი ამ წამს ვერ გავცოტა მე მოგვიანებით. სტოპ, ერთი წუთით რა შვები, რას ქვია ვერ თქვენ გასინჯეთ, კაპიტონ არა, ერთი გასინჯეთ. წუთით რა საკეთებ, რას ქვია ვერ გასინჯა. გავიქცევი აქედან უბრალოდ. ერთი წუთით მომისმინა, ხა რეიტინგი დავარდება და უნდა გასინჯო აუცილებლად. მე უნდა გავსინჯო? ხო, გასინჯე ახლა. გოგო, მიდი გასინჯე. სიკვდილი მირჩევნია, ოღონდ მართლა. მომისმინე ერთ წამს სიკვდილი კი არ სპონსორი გავა და მე დარჩები მშიერი. დროზე გასინჯე. რაიმე მოუკვდები. მოიტანეთ რა გასინჯავს რა. მე გეუბნები რომ მოუკვდები ფიზიკურად ვერ შევჭამი. გასინჯე, მიდი რა. რაიმე არ დროზე შემიძლია. ახლა მიდი რეიტინგზე. ხალხი არ ხართ, გთხოვ. ეხლა კულმინაცია ძირფასო მეგობრებო, არა ჩვეულებრივი ინდური სტრიტფუდი გასინჯეთ ჩვენმა წამყვანა, აი უკმიჩეთ. დაგიბრუნდით საოცარი ინდური გემრიელობებით. ახლა მე ამას გავსინჯავ. არა ჩვეულებრივი, უკმიჩეთ, ჩაკმიჩეთ, დაგეჭეთ. რა ხდება? გოგო, რა ხდება? არა ერთ წელიწადში ჩვეულებრივად გაივლის არაფერი არ არის ერთ წელიწადში გაივლის ჩვეულებრივად. აი ქალბატონო, ეს არის მოსასულიერებელი. უყურეთ. მოსასულიერეთ რა. საკმარისია, всё, საკმარისია. როგორ ხარ? ადექი, გოგო, ადექი, რას მიკეთებ? იმუშავე რეიტინგზე. всё, კარგად ხარ? დიახ. всё, ვაგრძელებთ რა, ისევ გავაგრძელებთ. აქეთ ვიყუროთ, ხო? კი, აქეთ, კამერებში იმუშავეთ რა. ქალბატონო, ეგრე ხეთ ხომ კარგად ხართ? გავაგრძელოთ ჩვენი საოცარი გადაცემა. ამ არაჩვეულებრივი სურნელის ფონზე მინდა რომ ჩვენს უკარგეს სტუმრებს შემდეგი შეკითხვა დავუსვა. გითხარით, რა არის თქვენი საიდუმლო? რატომ არის თქვენი კერძები სხვებისგან განსხვავებული? მოდით ახლა გაგეთ ეს ჩემი ესე იგი კერძები არის ყველგან განსხვავებული. მგრძნობიარე, მიხდებით რატომაც არის ეს ასე ვთქვათ კერძები მგრძნობიარე. ქვაბი მომაწოდეთ თუ შეიძლება ქვაბი მომაწოდეთ. დიახ, ქვაბი მომაწოდეთ. ერთი სიამოვნება ამ არაჩვეულებრივი სამზადისის ყურება. ვიღებთ ზეთს. დიახ, ზეთი რა თქმა უნდა. 5.40-ზე უნდა იყოს სინთეტიკა. რაიმე, რას ამბობთ? ეს ხო ეს მანქანის ზეთია. 5 კვერცხი უნდა მოვხარშოთ 40. 40 ჯერ ჩვეულებრივად იხარშება. ხსნით. ხო, მაგრამ ეს ხო არ არის მზესუმზირის ზეთი ან ნუ ზეთია, ეგ პრობლემა არ არის. ბოლომდე ჩაასხეთ. რაიმე, რა ფერია ზეთი უკაცრავად? წვანილი აუცილებლად. კვერცხი. აუცილებელია რომ იყოს გაწურული. ამისთვის ჩვენ მიყოლებთ საწურს. რაიმე. და სალათის ფულსელიც რო გავაშოთ ბარემ. არა. დიახ. ღმერთო, საოცრებაა ხალხო, საოცრება. საოცრება, აი მეგობრებო, ინდური გემრიელობა პირდაპირ ეთერში. უბრალოდ მინდა რომ ნახოთ. საოცრება. თვითონ კონსტიტუცია ნახეთ, თვითონ გემოებს. ძალიან ხუთ რა.
გავაგრძელოთ. ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. მე ახლა მინდა გთხოვოთ უშუალოდ თქვენ, პირდაპირ თქვენ. ძალიან გთხოვთ, რასაც თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში უყურებთ. სახლში არასდროს გაიმეოროთ. აქ თავარია ამორევა. ნახეთ, ამორევას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რასაც ახლა ბატონი ჩოპრა გააკეთებს. კვერცხი დაამატეთ, იქიდან კვერცხი დაამატეთ. განაგძე. აი ეს არის მგრძნობიარე რო თქვი, ჩვენი კერძები არის მგრძნობიარე. ყველაფერს ერთი წუთი გამაგრეთ ერთი წუთი. ძალიან გქონდა უარს ნუ მეტყვით. გქონდა გასინჯეთ. ძალიან გქონდა რა. ერთი ცალი აიგეთ. ერთი ცალი აიგეთ გქონდა რა. გასინჯე. აი არ ვიცი. იგძენით ხო ინდიან სტრიტ ფუდის თელი თავის სიამოვნე მთელი სურნელები ესეთი ყველაფერი იგძენით ხო? საოცრება. ემოს ავენიუ თორტი 3 გამომიარეთ იქაბარი. აუცილებლად. თქვენ პროდიუსერს გამოვუშვებთ თქვენთან პირდაპირ. თქვენ ერთი ინდური მაგია მინდა რომ გაჩვენოთ. შეიძლება? რა თქმა უნდა. შეგიძლიათ აი ამას რო შეეხოთ? უბრალოდ. უბრალოდ შეეხეთ. მადლობა. მადლობის ნიშანია ეს საოცარი კერძები. არა რას ამბობთ, პირიქით თქვენ ძალიან დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი გადაცემისთვის. და მე მინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე ისეთი კულმინაცია ძირფასო მეგობრებო, მე მინდა გავაკეთო ეხა ვიღებ ტარხუნას. საფირმო კერძი ტარხუნა ვიღოთ. ავიღოთ ბლომა ტარხუნა. ბლომა ტარხუნა, კი ბატონო. ხორცი შიგნით ცხრის, უკეთესად ცხრის ხორცი თუ იქნება. ტყემალი აუცილებლად მგვარი ტყემალი დავუმატო და ერთი ჭიქა ღვინო. და მწვანილები რა თქმა უნდა. დიახ. ბევრი მწვანილი, ბევრი ტარხუნა. დიახ. ხო, ნუ როგორც და ერთი ჭიქა პატარა ღვინო, თეთრი ღვინო, პატარა ჭიქა ღვინო. დიახ. ეს მწვანილი, ანუ მწვანილი. დიახ. ანუ თქვენი საფირმო კერძი არის უბრალოდ მწვანილი, ხო აზეა. ესაც რომ ქართველებს სუმწვანილი ყველაფერი მწვანილი გიყვარდა ჩვენ რა არის გასაკვირია აუხსენე რომ ჩვენგან უხდება მწვანილი უხდება კი ყველა. როგორც ხედავთ ძვირფასო მაყურებლებო, ინდური გემრიელობა ყოფილა მხოლოდ მწვანილები. თი როგორ ეგრევე მაშინ თქვენი ჩაკაპული არაფერი არის. თქვენი ჩაკაპული მაშინ არაფერი არის. ო, მაშინ ნოლია რა. ნოლია თქვენი ჩაკაპული, იმიტომ რომ თქვენ სუმწვანილებს ხმარობთ და იმას. ნოლი, თქვენი ჩაკაპული არის ნოლი. ის ბესტო ერთი წუთი რა, ერთი წუთი რა, რაზე ის? ჩვენ ახლა ხათი ჩაკაპული. ჩაკაპულზე კი? ეს ჩაკაპულია, თეთრი ჩაკაპულია, თენი. შენ ის ჩაკაპული ჩვენ. ვიზე იძახი, ვიზე იძახი, ჩაკაპულია ჩვენი და მეორე მეორე თეგარ გავიგო ერთი წუთი გადი შენ სიგიტკე კაცო. როგორც ხედავთ, ჩემი პროდიუსერი არის პირდაპირ კახეთიდან და ვერა იტანა უბრალოდ ჩაკაპულის შეურაცხყოფა. მაყურებელს მინდა დავემშვიდობო და გელოდებით. ხვალ ზუსტად 10 საათზე დილის გადაცემა მოწმენდილიცა ლიკუნა ბირთვალიშვილთან ერთად. მე კი მისი წამყვანი სიაკო ფიფია გახლავთ. ნახვამდის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.